მოგესალმებით და მე უშუალოდ ვერ წარმოვადგენ სრულად იმ პროტესტის ხმას, რომელიც ისმის. თუმცა ის დინამიკა, რაც იყო თავიდან, ახლა როგორც ვითარდება ის გარშემო, ვინც ყავს, ვისაც ვესაუბრებით, რა არის რაც გვაძლებინებს, ან რა არის ის, რაც მე გვაფერხებს, თუნდაც რომ ისე ყოველდღურად ვიყოთ პროტესტში ჩართული, აი ამ ყველაფერზე საკუთარი გამოცდილებით იმ ვიწრო წრეც, თუნდაც რაც ჩემს გარშემო რა შემიძლია ვისაუბრო. ერთი ის არის, რომ რაც უფრო მეტად ძლიერდება ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები, მით მეტად აი პროპორციულად არის ხოლმე გაძლიერებული რეპრესიული მანქანაც. ის რომ მე უნდა გამიჩინოს პირადი პრობლემები და პირადი სანერვიულო, იმიტომ რომ მაგალითად მე სოციალურ საკითხებზე არ დავსვა კითხვები. ჩემი გარეთ გასვლა აქციაზე ერთი გასვლა შეიძლება ღირდეს 5,000 ლარი და მე ამაზე უნდა ვიფიქრო და ვინერვიულო, როგორ შევძლება ამის გადახდას და ამის პარალელურად არ უნდა გამიჩნდეს კითხვა მაგალითად წყლის ჭავლის მანქანა რატომ იყო შეძენილი, რომელიც გამოიყენება ადამიანების დასარბევად და დიდთოვლობის დროს თოვლსაწმენდი ტრაქტორი მინიმუმ 3 ტრაქტორი მოვიდოდათ ამ ფასად, რაც წყლის ჭავლის მანქანაში გადაიხადა, რატომ არ იყო შეძენილი წყლის ამ ტრაქტორები და რატომ შეიძლება იყიდო ასე ძვირად, რომელიც ერთი არის ხო განკუთვნილი ადამიანების დასარბევად და მეორე ადამიანების დასახმარებლად. ის რომ ეს სოციალური საკითხები აღარ იყოს წინა პლანზე და მათ კიდევ უფრო უკეთესად შეძლონ დანაშაულის ჩადენა, ქვეყნის ბიუჯეტის გაძარცვა, ცხადია ინდივიდუალურადაც მოგდგებიან, იქ ამოგვიცნობენ, დაგვირეკავენ, ჩვენს მშობლებს მიუტანენ ამ საჯარიმო ხმებს, მორალურადაც რაღაცნაირად რო გაგტეხონ, მაგრამ ფონდების დაყადაღება, ხო, მნიშვნელოვანი რამ არის, იმიტომ რომ არავის არ აქვს იმის ფუფუნება, რომ აქციაზე გასვლა უჯდებოდეს ამდენად ძვირი. არა თუ ის, რომ სახიზურები შეიძლება დაგალეწონ და მოგდოდეს გოდდ და ასე შემდეგ. მე ერთადერთი ახლა რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ აი არის ხოლმე აი ნიკოს ვეთანხმები, რომ ახლა შესაძლოა აღარ იყოს ეფექტური ის ფორმა, რასაც ახლა ვირჩევთ პროტესტის. თუმცა ადამიანებმა ურთულესი ზამთარი მოვიგერიეთ, ის ტერიტორია, რომელიც გქონდა რაღაც საპროტესტო კერად მონიშნული, შევინარჩუნეთ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორმე დავბრუნდეთ დღის აქციებშიც, ეს პროტესტი იყოს წერტილოვანი, გავშალოთ. ვინც სახში გამოიზამთ რა, არავის არ ვამადლით და ძალიან კარგი, ალბათ ძალები მოიკრიბეს და აღიდგინეს, დაბრუნდით პროტესტში. მე სულ ვამბობ, რომ ახალი მოკავშირეების ძებნა არ არის საჭირო, მართლა საკმარისი ვართ, ვინც ვიყავით დეკემბერში, უბრალოდ პროტესტში დაბრუნდით. ეს იქნება თქვენთვის უფრო კომფორტული დღის აქცია, რომ მინიმალური დისკომფორტი მაინც ჩაუქმნათ ადამიანებს და არ იყო მაინც და მაინც მინიმალური დისკომფორტი, მაგალითად პარლამენტის უკან, როდესაც ჩვენ ხვდებოდით ადამიანებს და ჩვენს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ვაჟღარებდით და პარლამენტარებს ვუსვამდით ჩაკითხვას, ან ვეძახდით, იმიტომ რომ არც გაგუჩერდებიან სალაპარაკოდ. მათ რაღაც ეტაპზე ისიც მოუწიათ, რომ რკინის კორდონი აეგოთ და ეგრე შესულიყვნენ. ისიც მოუწიათ, რომ ბევრად ადრე გაეღვიძათ და 7 საათზე შეგვასწრეს პარლამენტში. გედიდეს მობილიზება. კი ბატონო, ან საჭირო არის წერტილოვანი პროტესტი, ოღონდ საჭირო არის ის ადამიანები დაბრუნდნენ, ზუსტად ის ადამიანები, ვინც დეკემბერში ერთად ვიყავით. თათი ორგანიზების კუთხითაც როგორ შეაფასებ, მანდაც ხომ არ არის პრობლემა, ყველა ვიცით და ბევრი გვისაუბრია იმაზე და ისიც იყო ერთ-ერთი უპირატესობა პროტესტს, რომ ერთი ორგანიზატორი და ერთი თავი არ იყო, რომლის განეიტრალება ძალიან მარტივი იქნებოდა ავტორიტარული თვითგამოცხადებული ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს ამას აქვს თავის ნაკლოვანებებიც, გაფანტულობას ხომ, ტაქტიკური. ახლა როგორ ხედავ, უფრო მეტად გაიცნეს ხო ადამიანებმა ერთმანეთი, ჯგუფებმა ერთმანეთი, ალბათ უფრო მეტი ნდობაც აშენდა, ან ვისაც არ აქვს ნდობა ის, ბუნებრივად აღმოჩნდა ამ კოორდინაციის მიღმა და როგორ ხედავ და ასევე პარტიებზე ვიკითხავ, აი მათი დახმარება და როლი რაში წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ახლა ამაზეც არის დისკუსია და მწიფდება კოორდინაციის კუთხით და ისინიც პრინციპში საკუთარ როლს და ამ კოორდინაციას როგორც ხედავთ პროტესტის ორგანიზებაში, დახმარებაში ხედავთ. აი სამთავრობო მედიების ყურებას ვურჩევ ხოლმე თუნდაც 5-10 წუთით ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტში არის, იმიტომ რომ მათ სწორება რაზეც აქვთ ხოლმე ძირითადად ის არის, რითიც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცნაირად ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ხო სულ ეძებენ ვიღაც
ერთ ორგანიზატორს და ზოგადად აქტივიზმიც ეგ არის სახალხო ოპოზიცია არის რომელიც კოალიციას არასდროს არ შეკრავს მთავრობასთან აი როგორიც არ უნდა იყოს ეს მთავრობა იმიტომ რომ როგორც კი ინერტული ხდება სამოქალაქო სექტორი მაშინ ირყნება ხელისუფლება ამის მაგალითი უკვე მრავალი წელია ქართული ოცნების სახით გვაქვს და ეს ერთი ორგანიზატორი არც ყოფილა და აი ამ ჯგუფებმა ეხლა რომლებმაც თუნდაც ზამთარი გადავიტანეთ ერთად და კიდევ უფრო დავიწროვდა მე ექცრა იმიტომ რომ ცოტანი დავრჩეთ და ერთმანეთი უკეთ გავიცანით ვფიქრობ რომ თვითორგანიზებით მოვახერხეთ ეს ყველაფერი აქამდე პოლიტიკას რაც შეეხება და პოლიტიკოსების როლს კარგია რომ გარე ასპარეზზე გავიდნენ მასში როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება და მასში როცა ჩვენ ვამაგრებდით თუნდაც აქ რაღაც პერიმეტრს მონიშნულ ტერიტორიას თუ რაც უნდა ის დაარქვან მნიშვნელოვანი იყო რომ გარე ასპარეზზე ეს ყველაფერი ჩვენი პროტესტი მიიტანეს ამას ჩვენ ვერ ვიზამდით მათი უსადამოვალეობაც ეგ არის პროტესტში უნდა დაუბრუნდეთ ყველა ამას როცა ვამბობ მათ შორის იგულისხმებიან პოლიტიკოსებიც პროტესტში უნდა დაბრუნდეს ყველა ვინც იყო და ვფიქრობ რომ ამას უფრო მეტი შედეგი ექნება წერტილოვნად გავიშალოთ და ვიყოთ ისე თემატური ჯგუფები გამოვიდეს გარეთ ყველა ვინც ამ პერიოდში დარჩა